და აი ესე იგი ერთიც მინდა გაგიზიაროთ შემდეგი ხედვა რომ ანუ ნახეთ რა საინტერესოა როდესაც ასე ვთქვათ თუ კი შესძლებოდა დაბრუნდები ღმერთშიო და თუ კი ასე ვთქვათ იქიდან იქნებიო შენ ასე ვთქვათ გეცოდინებაო და გემახსოვრებაო ყველაფერი და ყოველიო და აი საინტერესოა შემდეგი რომ როდესაც საუბრობდი წინა საუბარში სადაც საუბარი იყო იმაზე რომ ანუ ღვთაებებისკენ თუ მიისწრაფიო და შენ შეიძლება მართლაც მიაღწიო რაღაცა ისეთი მიეცო და მართლაც გაატარო ამ ყველაფერთან ანთაც ამ ყველაფერში გარკვეული დრო და გარკვეული პერიოდიო მაგრამ ამ ყველაფერს იქნება თავის დრო და თავის ვადაო და აი რის თქმა მინდა ნახეთ ეს ღმერთიაო მარადიულიო და აი ღმერთისგან როდესაც ხარო ასე ვთქვათო ამ გამოვლენის სამყაროშიო შენ ყველაფერი და ყოველი გახსოვსო ყველაფერი და ყოველიო ასე ვთქვათო გემახსოვრებაო და აი ნახეთ აი თუნდაც მე ახლა ხო მე არ მახსოვს ყველაფერი და ყოველი აი რო უყურებ ვიღაც შედარებით ისეთი სულის მქონეებს მათაც არ ახსოვთ ყველაფერი და ყოველი ეს დაბინდულია ეს ყველაფერი კიდევ მიუთითებს აი ერგება რა ამ სურათს და მეტყველებს ამ ყველაფერზე იმ გაგებით რომ ანუ იქ ასეთი სიტყვები იყო გადმოცემული რომ ამ ყველაფრის შემდეგო შენო მაინც დაიბადებიო ასე ვთქვათ მაინც ინკარნირდებიო დედამიწაზეო და შენი ცხოვრებაო რაღაც ისე წაო ისინი გვერდში დაგიდგებიანო ეს რაღაც როგორ ვთქვა ეს ცნობიერი ისინიო რაღაცაო ბრძენი ისინიო და აი მართლაც რომ გადავხედოთ ასეთ სულებს როგორც ესი აი ცოტა ისეთი სულის მქონენი ვინც არიან აქვთ ხოლმე ხომ გარკვეული სწავლებებთან გარკვეული სწავლებებთან გარკვეული კავშირი იმ გაგებით რომ მათ აქვთ გარკვეული გააზრების შესაძლებლობა ზოგიერთ საერთოდ სულიერი მასწავლებელიც ხავს შეუძლია იგრძნოს აღიქვას მისი თანამყოფობა ბევრი რამეა შესაძლებელი ამ გაგებით მაგრამ აი რის თქმა მინდა ნახეთ აი თუნდაც შორს რო არ წავიდე და საკუთარი თავიდან ისქვნა აი ეს რაღაც ინტერესი ხო შემოვიდა აი თუნდაც ამ ცხოვრებაში რაღაცა გაცნობა გაცნობიერებები რაღაცის გაგება გააზრება მაგრამ ნახეთ მე არ მახსოვს ახლა ყველაფერი და ყოველი მე არ ვიცი აი თუნდაც ჩემი წარსული რაღაცა ანუ შეიძლება ისინიო დაეხმარებიანო გვერდში დაუდგებიანო რაღაცა მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავადო მაინც მას მოუწევსო იმის გავლაო აი ამაზე დავფიქრდით საინტერესოა და ესე იგი რაც მახსენდება არის ასევე ერთი ახლა ადამიანით ინკარნირებული ძალიან საინტერესო ვინმე გამახსენდა ასე ვთქვათ მაშინ მართლაც არის რაღაც ისეთი სული საინტერესო და როგორც მას ახსოვს ასე ვთქვათ ინკარნაციები როგორც ის ამბობს რამდენიმე ოღონდ და აი საინტერესოა შემდეგი რომ მასაც ანალოგიური აქვს ანუ რაღაც ახსოვს მაგრამ გარკვეულწილად დაბინდულია მისი ისიც ხო ანუ ყველაფერი და ყოველი მას არ ახსოვს მაგრამ საინტერესოა ნახეთ შემდეგი ანუ მას მართლაც გვერდში უდგან მას მართლაც ეხმარებიან იმ გაგებით რომ მას აქვს კავშირი რაღაც გარკვეული იმასთან როგორ თქვა აი რას ეცნობას სწავლებებს ახერხებს მის გააზრებას ახერხებს მის აღქმას ბევრი რაღაცა აღიდგინა, მაგრამ აი საინტერესოა შემდეგი რომ ისიც ნაწილობრივ არის. ხოლო აი, როდესაც ღმერთისგან არის, როდესაც ღმერთში მოახერხებ დაბრუნებას და მე იქიდან ბრუნდები ღმერთისგან, შენ ანუ სრულად შეგიძლია გახსოვდესო და ჩვენ სრულად არ ვახსოვს. მე არ მახსოვს სრულად მაგალითად. ბევრი ვიცი, ვისაც არ ახსოვს. ბევრი კი არა, რა, ვის ახსოვს და აი ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ცოდნა მივიღოთ და აი აქ ისევ ერთ-ერთი სწავლებიდან მახსენდება შემდეგი სიტყვები, რომ აი ღმერთისადმი ლოცვაო საბოლოო ჯამშიო და ღმერთთან კავშირი აღემატებაო ყოველგვარ წიგნიერ ცოდნასო. ეს საინტერესოა და აი ამაზე დავფიქრდით, რომ წარმოედგინე ღმერთთან კავშირი ნიშნავს სულის მეხსიერებაზე კავშირის გონას და როდესაც ეს კავშირი არ არის სათანადო დონეზე, მაშინ აი ნაწილობრივ არის რა. ასე რომ
ამ რაღაც წიგნიერწოდნებს, ამ რაღაც თუნდაც ღვთაებებს ძალიან საინტერესონი არიან მართლაც რომ ისინი ძალიან მომხიბვლელნი, მაგრამ აი ეს უნდა გვესმოდეს რომ მათთან რაც შეგვიძლია არის გარკვეული პერიოდით, გარკვეული ვადით გავატაროთ, ავმაღლდეთ, მაგრამ რაღაც მომენტში, შემდგომში როგორ ჩანს, ისევ შესაძლებელია მოხდეს უკუსვლა და აი როდესაც უკუსვლა მოხდება, ჩვენ აღმოჩნდებით ისევ იმ ცნობიერების მდგომარეობაში, როდესაც აღარ გვექნება. შეიძლება აღარ გქონდეს სრული წვდომა ამ რაღაციებთან. შეიძლება გვერდში გვედგნენ, გვახსენებდნენ, მაგრამ ისეთი აღარ იყოს ყოველ. თუ კი ჩვენ შევძლებთ და მივახცევთ ღმერთთან კავშირის აღდგენას, მაშინ ჩვენ მოვიპოვებთ წვდომას სულის მეხსიერებაზე, სადაც ყველაფერი და ყოველი გვემახსოვრება. აი ეს არის საინტერესო. დანარჩენს რაც შეეხება, მესმის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ბუნება საკმაოდ მატერიალურია, კარგად მესმის ეს ყველაფერი, ჩვენი ბუნება ამ ეტაპზე მატერიალური კატეგორიებით ასრულებს და გასაგებია რა, აი ახლა კარგად ხვდები, რატომ ხდება რომ ეს რაღაც სწრაფვა წოდნისკენ, ამისკენ, იმისკენ, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეს უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი იქნება, რაღაც მომენტში ეს ყველაფერი კარგი იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვერ მივახცევთ ღმერთამდის, ეს ყველაფერი იქნება გარკვეული ვადით. ერთი სიტყვით ვიყოთ ცნობიერად და წარმატებები. იმედია რომ გამოგვადგება ეს წოდნაც, ეს გააზრებაც. მადლობა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ რაც შეგვიძლია ვიცოდეთ, არის ის, რომ აი რა არის ჩვენი ის რა, აი საით მივყავართ. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერსა და ყოველს მივყავართ ჩვენ. აი კრიშნას აქვს საინტერესო სიტყვები ნათქვამი, რომ თუ ამბობს რომ მევაკეთებ, ანუ არის ის ვერ ერკვევაო და რეალურად საბოლოო ჯამში ჩვენ მივყავართ ამ ყველაფერს. აი რისკენ მივყავართ, ამის გაცნობიერებაა საინტერესო, რა არის ის ჩვენი ასე ვთქვათ. სულის სახილი, რავი, უმაღლესი მოთხოვნილება, აი რა არის ეს ყველაფერი, რაც ჩვენი სულიდან არსიდან მოდის. და ერთი რამის თქმა მინდა ასევე, რომ ზოგიერთი იტყვის მაშინ ალბათ ცხოვრებაშიო, ასეო და ისეო, ზოგი საერთოდ იტყვის გარდაიცვალაო ზოგიერთზე და აბა დაფიქრდით იმაზე, იქნებ ეს გარდაცვალებაც სწორედაც რომ ესვლა, იქნებ ეს გარდაცვალებაც სწორედაც ემსახურება იმას, რომ იმ რაღაცისკენ სვლას, რაც ასე ვთქვათ, მისი სულის პლუსებშია, რაც არის მისი მიზანი. იქნებ ეს ყველაფერია ის შედეგები, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ბრინდება ამა თუ იმ სახით. მადლობა, საინტერესოა.